ტოსული კურდღელი. Այսինքն სიმღერა გამოგვივიდა ბავშვი ძალიან კარგი. ეხლა ჩავხედოთ მასალას. საერთოდ ვერ იმღერა მასწავლებელმა. მას ზეიმი როდის უნდა გქონდეს? ზეიმი გვაქვს მაისში, მანამდე სიმღერებიც უნდა ავარჩიოთ. ნატო მასწავლებელმა თქვა, რომ ზეიმზე მეც უნდა ვიმღერო. ეგრე თქვა? კარგი, ხება კითხვებს დაგისვამთ ეხლა მე თქვენ და ხელისაწერით მიპასუხებთ. რამდენი სიმი აქვს აი ამ საკრავს? 1 2 3 მას ვიტყვი. 4 დიახ, რასთან თვალასემები და ისე კი პასუხავთ. მე მაგას მოფიქრება არ უნდა? ნუ ტრიგინებ რა ამეხადა თავი. მასა ბეპარეშოში გავა. მე გადი კაცო, გადი შეხო გააწუხე გული რა. ვაი ვიცი ბავშვი მოიწით კლასში მოსწავლე ჩაუპსი გაკვეთილზე. მე ვიყავი მასე. გადი შვილო, გადი კი რა პრობლემაა. აბა აქეთ ჩამოვთვალოთ ჩასაბერი საკრავები. სალამური, გუდასტვირი, საყვირი და ფლეიტა. მას შეიძლება რომ გადავჭდი? რატო? მას რა გახდა შვილო? ერთორი შენს რო ჩაბერო არ გიფიქრია? გადმიდი შენს ტუალეტში. შემდეგი კითხვა. რატო შემოbrunდი ვასო? მას ფერიძემ ვერ მიასწრო ტუალეტამდე, დერეფაში აქვს ჩაფსმული და ტირის. მამუკა, რა მოგიყვანა აქ ეკითხები? რა იყო ბავშვების სანახავად მოვედი რა? დაგაგვიანდა ცოტა, 9 წელი. სად იყავი აქამდე გეკითხები? თუ საცივის ჭამა მოგინდა და მაგით მოხვედი ეხლა. რასად ვიყავი მეც ხო უნდა გამიგვა რა? რაიმე, გაგიგო კი არა. ამ პისტოლეტს ხო ხედავ. აქ აღარ დაგინახო მოსული, თორე თქვია იქ მოგხვდება, რის დამსახურებაც ეხა ორი შვილი მყავს მე სახლში. დროზე. ვინ გამოვიდა შვილო მეკლე, ვინ იყო? მე რა ვიცი, ვიღაც დეგენერატი იყო. მოვა კაცო მეკლეც დაველოდოთ. აუ დი რა მაგარი ხლაპუშკა იყო იცი? მაგრამ ანასტასიამ ბესეთკას დაუმიზნე და იქ ესროლა. თეკლე გურგენიძე იდგა ქვემოთ და ამ შენს ხილდან ვერ გაუშვებდი. ინგა გამოიტანე მიდის გადამალული გოზი ნახე რო გაქვს. ჩემ გაკეთებული თუ არ მაჭამე. აბა მიირთვით. ომარიკო შოკოლადის 3 ცალზე მეტი არ შეჭამო. თორე შაშადელი მდორდღიანი გულისრება გამოწერილი გაქვს იცოდე. გვიანია უკვე მეშვიდეს ჭამს. თეკლემ ჩამიგდო ვოისი. დავინახე ალბათინო რა შემესწავლე აიუნიდან. შურის ძიებას ელოდე. აბა მოდი